მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, იუთუბერებო, გამომწერებო. მოგესალმებით. იმედია ყველა კარგად ხართ, ყველაფერი კარგად გაქვთ. პირველ რიგში ქრისტე აღსდგა, ბრწყინვალე შვიდეულია. ხო და კვირაცხოვლობა ახალ, გილოცავთ, ქრისტე აღსდგა. ბედნიერი ყოფილიყავით, გახარებული თქვენს ოჯახებთან, თქვენს საყვარელ ადამიანებთან, ვინც რა თქმა უნდა ქრისტიანი ხართ, მართლმადიდებელი ხართ, ვინც არა. თქვენს გილოცავთ, იმიტომ რომ ყველა რელიგია აღიარებს ქრისტეს. ქრისტე იყო ტრანსცენდენტალური, სიყვარულის პირველი მასწავლებელი, გურუ, რა ვიცი, მე ვიცახი სხვა რელიგიები, როგორც ამბობენ, უდიდესი სული ჩამობრძანებული. ესე აღიარებენ სხვა რელიგიები, ყველა რელიგიაში არის მოხსენებული. ამიტომ ეს ადამიანი არსებობდა. ჩვენ გვწამს და ვიცით, რომ ძე ღვთისაა და ჩვენი უფალი იესო ქრისტეა. დიდება მას და მადლობა მას ყველაფრისთვის. მაგრამ სხვა რელიგიებიც აღიარებენ. ესე იგი, იმის დასტურია კიდევ ერთხელ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არსებობდა. შეგვეწიოს და ეს აღდგომის დღესასწაული რატო არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, ხა ყველამ ვიცით, რა თქმა უნდა, ვინც ქრისტიანები ხართ და ასე თუ ისეა გარკვეული ხართ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, უდიდესი დღესასწაული აღდგომა, იმიტომ რომ პირველ რიგში სიკვდილზე გამარჯვება, პირველ რიგში და კიდევ ერთი დამადასტურებელი, უდიდესი დამადასტურებელი, თუ შეიძლება ითქვას, ის რომ ადამიანის სული უკტავია და ადამიანი ერთი განზომილებიდან, მარტო ქართველებს გვაქვს ეს სიტყვა გარდაცვალება, ერთი განზომილებიდან გადადის მეორე განზომილებაში. ეს ხა ძალიან დიდი და ფართო მასშტაბური თემაა. ამაზე ახლა არ დავიწყებ განხილვას, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი. შინაარს გავაკეთებ იმის შესახებ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის ამ განზომილებიდან, გადის ამ ქვეყნიდან, მათ შორის ახალგაზრდებიც და ესეც ის ერთ-ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ ცხოვრობთ ზუსტად ბოლო ჟამის პერიოდში და ეს ზუსტად ის დროა, როცა ყველა სარწმუნოება, ვედები, ინდუისტები, იგივე ტიბეტელი ბერები, რა ვიცი რა, აღარ ჩამოვთვლი, აღარ შევეხები ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას, ეზოთერიას, მისტიციზმს, ცალკე კიდე გნოსტიციზმს და ასე შემდეგ, რომ საუბრობდნენ ამ დროზე. ამ დროს მოახლოებულ ამ ეპოქაზე, ამ სიტუაციაზე გამოთვლილიც არის და მოკლედ ბევრი რამე ვიცით, საუკუნეების უკან ნათქვამი დაწერილი, მარტო წმინდა მამების როა ვიყოთ და არ გავიხედოთ იქეთ. მე ხა მრავალფეროვანი ადამიანი ვარ და მიყვარს ფართო მასშტაბური ძიება, კვლევა, გაგება, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ესეთი ცნობის მოყვარე, რაც მახასიათებს, სკოლის პერიოდიდან ვერ კმაყოფილდებოდი სკოლის პროგრამით და ჩემინებით არავინ არ მაძალებდა, ვეძებდი ენციკლოპედიებში, ვეძებდი სხვა კალსგარეშე ლიტერატურაში იმ ადამიანზე, იმ პიროვნებაზე, ისტორია იყო, გეოგრაფია იყო, სიტყვაზე ვიძახი, მწერალი იყო, უფრო მეტ რაღაც ინფორმაციას ვიძიებდი. ამიტომ მე ეს ბუნებაში მაქვს, მე ვარ ასეთი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესე იგი მე ვიყო სხვა რელიგიის წარმომადგენელი. არა, დავიბადე მართლმადიდებლად და რა თქმა უნდა, ქრისტეა ჩემთვის და მადლობა ღმერთს, რომ ქრისტიანი ვარ და მადლობა ღმერთს, რომ მართლმადიდებელი ვარ და ქრისტეა ჩემთვის, ხო? გზაც, თავისუფლებაც, ჭეშმარიტებაც, სიმართლეც და სიყვარულიც. ამიტომ ქრისტეზე იქეთ უკვე აღარ არის. ეს იყო
იმდენად დიდი სიყვარული, ეს იყო იმდენად უპირობო სიყვარული, რაც მან მოიტანა ეს სწავლება, მოიტანა ეს შემეცნება, რომ ანუ იმის იქით არავინ აღარ არის, ანუ ეს იყო ჩვენი მხსნელი მოვიდა, ჩვენთვის მოვიდა, რომელიც იყო ქრისტე და რა ვიცი, ზოგიერთები დღემდე ელოდებიან თავიანთ მხსნელს. ვნახოთ, ვინ იქნება და ვინ მოვა, მაგრამ ჩვენი მხსნელი ქრისტეა და ის დღეს ცოცხალია და კიდევ ერთხელ დამადასტურებელი იმისა, ის ისტორია მეორდება, ის ციკლი მეორდება, ის ყველაფერი მეორდება, როგორც იორდანე იცვლის თავის, ანუ მდინარე იორდანე 19 იანვარს ნათლის ღებას იცვლის, ხო? და ბრუნავს უკუღმა მდინარე, ერთხელ ხდება წელიწადში. ასევე ეს ციკლურობა, ანუ რო ვიძახი ხოლმე, ხო, ისტორიაშიც ასეა, მეორდება, ციკლურობა, ესე ხდება, ანუ ნახე, ასტროლოგიაში ესეა, ნუმეროლოგიაში, ანუ ყველა სისტემაში არის ეს ციკლურობა, მეორდება, ანუ გამეორება, ხა ზუსტად ზედმიწევნით ისე არ გამეორდება, ვთქვათ, მეორე სამამულო ომი რო იყო და გამოეცხადა, ხო, მსოფლიოს ადოლფ ჰიტლერის სიტყვაზე ვიძახი და შემოიტანა ეს თავისი ესეთი რაღაც, მოკლედ, რაც შემოიტანა, ხო? და რომ უნდა მთელი მსოფლიოს დააპყრობა და ასე ვთქვათ და დაიწყო ეს ყველაფერი, ხო? ეხლა ზუსტად ესეთი არა. ნახე, მაგრამ მსგავსი უნდა მოევლინოს, მსგავსი როგორი? ანუ ყველაფერი იქით მიდის, რომ უნდა აირჩიონ ერთი. ნახეთ, ერთი უნდა იყოს და ანუ უნდა თქვან, რომ აი ეს გადამრჩენელია, ეს გადაგვარჩენს. ესე მოევლინა ისიც თავის ვთქვათ ერს, რომ ანუ თქვენ ყველაზე პრივილეგირებულები ხართ, თქვენ გამორჩეულები ხართ და უნდა გადავარჩინო, ხო? გერმანიელი ხალხი, ერი და ანუ აი ესეთი ამბიციით მოვიდა. მაგრამ ის უკან ვინ იდგა? ლეგიონი. და ეს ლეგიონი ვინ იყო? თან ძალიან ბევრი ედგა, ხო? ბნელი ძალების წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, ხო? ის ინფერნალური არსებები, ხო? ვისგანაც, ანუ იყო ეს ადამიანი შეპყრობილი და გააკეთა ის, რაც გააკეთა, ხო? ამდენი ადამიანი, რა ვიცი, აწამა და ასე შემდეგ. ფაშიზმი იცით ახლა, რომ საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, ხო? ანუ იმის თქმა მინდა, რომ აი ეს ყველაფერი მეორდება, ეხლა ზუსტად ისე არა, მაგრამ მსგავსად რა, აი მსგავსად. ეს ციკლურობაა. ხო და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ვინც ქრისტიანები ვართ, ვინც მორწმუნეები ვართ, ვინც გვწამს და ვისაც გვჯერა, ხო? რომ სიკვდილი არ არსებობს. და ეს უბრალოდ სხეული ადამიანის, მაგრამ სული მარადიულია, სული ცოცხალია, უბრალოდ ის გადადის სხვა განზომილებაში და ეხლა ზუსტად ის პერიოდია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ უძლებს, იმიტომ რომ დაფიქსირდა რამოდენიმე წლის უკან მკვეთრად შეიცვალა დედამიწამ, ეხლა მეტაფიზიკურად გიხსნით, მოკლედ ოღონდ ღერძი. ნახე, ღერძი რომ გადაქანდა, ასე ვთქვათ, ხო, რაღაც დონეზე, ხო, რომ გადაქანდა ცოტა იქეთ, გინდა მარცხნივ, გინდა მარჯვნივ არ აქვს მნიშვნელობა, ამან დაარღვია მთლიანად ის ატმოსფერო, როგორ თუნდაც რაღაცა მილიმეტრებში, რაღაც იმაში, როგორც ითვლიან, ხო? ანუ ეს აჩქარდა დრო. ერთი. აკუსტიკა შეიცვალა, ეს ნიშნავს, რომ ატმოსფერო შეიცვალა. ეს ატმოსფეროს შეცვლა ნიშნავს იმას, რომ ანუ შეიცვალა თვითონ აი ამინდიც შეიცვალა. ნახეთ, იქ სადაც სითბო იყო, აცივდა. ანუ აი ეს 4 სეზონი რო იყო, ხო, ვთქვათ. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი აღარ არის, აირია. და ეხა, ანუ რატო ხდება ეს არევა, ხო? რაღაც პერიოდის განმავლობაში მოდის ეს პერიოდი,
რომ უნდა აირიოს ყველაფერი, რომ მე ისევე დაალაგდეს და მოვიდეს ოქროს ხანა და ეხლა აი ესეთ პერიოდში მოხვდით ეხლა ჩვენ. და ამან რა თქმა უნდა აი ამ ცვლილებამ ასევე აიწია შაუმანის დედამიწის ენერგია, ხო? ეს იმხელა რაღაცა არის, ეხლა ვინც ფიზიკოსია და მეცნიერია, იმას ესმის. უკვე პროგნოზირებას ვეღარ აკეთებენ მეცნიერები და ფიზიკოსები. იმდენად აწეული არის დედამიწის ენერგეტიკა, ეს ატმოსფერო. და ეს ყველაფერი ადამიანზე მოქმედებს, ფიზიკურ სხეულს გულისხმობ, ხო, ეს ძარღვები, ეს წნევები, ეს ძვალ სახსროვანი სტრუქტურა, სახსრები, გულს იზარღვთ, ყველაფერი ეს მოქმედებს ადამიანის ფიზიოლოგიაზე, ადამიანის, ვერ ასწრებს ადამიანი ადაპტაციას, ვერ ასწრებს, ნახე? ამიტომ ხდება ესეთი წნევების ავარდნა, ჩავარდნა, აპათია, დაღლა, უცებ, ხო, გამოცლილი ხარ, უენერგიოდ ხარ, არ იცი რა გჭირს, არ იცი რა გინდა, უმადობა გაქვს, ან პირიქით ჭამდა, მოკლედ, ან გემოს გეკარგება, არევა დარევა ხდება რა, უძილობა, ან პირიქით შეიძლება ძალიან ადრე გეღვიძება გამთენიას, ხო? და მე ვეღარ იძინებ. მოკლედ, შფოთვები და რა ვიცი, 1000 სიმპტომები შეიძლება ჩამოვთვალო. ყველას ინდივიდუალურად, მაგრამ ესეთი რაღაცები ხდება. დააფიგეთ, თუ დააფიქსირეთ ეს თქვენ და თუ ესეთი რაღაც შეიმჩნევა, ესე იგი, თქვენ არა ხართ ავად, თქვენ რაღაც არ გჭირთ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ეს არის კოლექტიური. მთლიანად ზოგადად სამყაროში რო ხდება გადაწყობა, ამის შედეგია ეს ყველაფერი. ხო ვიძახით, რამდენს უთქვია, რომ ხო ცხოვრობდით, ხო, იყო ხო წლები უკან წარსულში, რომ არ ქონია ეს პრობლემები, რაც ეხლა გვაქვს. რატო ხდება ეხლა ასე, რატო ვართ ესე ეს ამინდები, რომ ესე შეიძლება 9-ჯერ, 10-ჯერ გამოიცვალოს ამინდი, მოწვიმოს, მერე გამოიდაროს, მერე ქარი ამოვარდეს, ერთ დღეში ხდება ესეთ ცვალებადობა, ხო? და ადამიანზე ეს მოქმედებს და ადრე ხო იყო, ქარებიც იყო, კაცო, წვიმებიც იყო, წყალდიდობებიც, ხო არის ესეთი საუბარი და არაფერი არ გჭირდაო, რეაქცია არ ქონდაო. და ეხლა რატო გვაქვს, რატო გავხდით მეტეო დამოკიდებულები, რატო გავხდით და შეიცვალა მეთქის ადამიანის სტრუქტურა, ფაქიზდება ველი. ფაქიზდება, როცა ადიხარ მაღალ ვიბრაციაში, როცა დედამიწა გადადის მაღალ ვიბრაციაში, ადამიანის ფიზიკური სხეული ვერ ასწრებს, მაგრამ იცვლება, ფაქიზდება და მე ხდები ძალიან სენსიტიური, გრძნობიარე. შეიძლება ისედაც ხარ, მაგრამ უფრო მეტად გიათმაგდება ეს ყველაფერი. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც სუსტები არიან, ვერ უძლებენ. ეხლა უფალმა იცის ვინ როდის, ზოგი უდროოდ მიდის, ეხლა ახალგაზრდა ანგელოზივით გოგო გარდაიცვალა, ხო? ჩემი, ვიცნობდი, ასე ვთქვათ. და გული დაამწყდა, რამდენი, რატომ ისმის კითხვა? იმიტომ რომ ეხლა ღმერთმა იცის ჩვენი ადამიანის გონება ამას ვერ ჩაწვდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არ ნიშნავს სიკვდილი არ არის დამთავრება, ეს არის გადასვლა. ის გადავიდა სხვა განზომილებაში. იქ სადაც უფრო უკეთესად იგრძნობს თავს. შეიძლება ის მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა, შეიძლება მას არ ქონდა რაღაცა, არ ვიცი რა, ახლა ყველას თავის პრობლემა აქვს, ყველას თავის კარმა აქვს, ყველას ინდივიდუალური ცხოვრება აქვს, მაგრამ ესე მიიღო გადაწყვეტილება და ღმერთმა გაიყვანა, აცხონოს მისი სული და ყველა ვინც უდროოდ წავიდა წასულების და ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ და იქ მაინც ნათელში იყონ და კარგად იყონ. ეხლა მაინც ეს ბრწყინვალე შვიდეული როა, ეს კვირა როა, ჩვენ უნდა როგორც ცოცხლებს ისე უყურებდეთ მათ, იმიტომ რომ ისინი ზეიმობენ. ცადა დედამიწა ზეიმობს, ესეთია ეს დღესასწაული.
ამიტომ ადამიანები კი ხდება გული და ჩვენ ვერ ვიგებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ხდება ასე, ხო? რას ვისავთ და უბრალოდ უნდა ვქნათ ის, რომ უფრო მეტად გავხდეთ სულიერები, უფრო მეტად გვინდა თუ არ გვინდა დაუკავშირდეთ და ვიწამოთ ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთის იქით არაფერი არ არის. თუ შენ სულიერი არ ხარ, თუ შენ რწმენა არ გაქვს, შენ ვერ გადარჩები. რას ნიშნავს ვერ? ანუ ყველა დარჩება იმ განზომილებაში, რა ენერგიასაც გამოსცემს, რასაც ვიბრირებს. შენ თუ ხარ უარყოფითი ადამიანი, სულ ყველაფერში ხედავ ცუდს, ყველას განიკითხავ, განსჯი, გამოსცემ ამ ტოქსიკოს, სიტყვაზე ვიძახ, ხო არიან. ის ადამიანები, ანუ ჯერ ერთი ვერ გაუძლებენ და თუ დატოვეს, იმიტომ რომ იქნებ გამოსწორდეს და იქნებ გონს მოეგოს, ის ანუ ვერ გადავა კი არა, ვერ იარსებებს ამ მაღალ ვიბრაციაში, იმიტომ რომ მაღალ ვიბრაციაში გადასული ადამიანი, ის უკვე ღმერთთან ახლოს არის. ის უკვე განხრთობილივით ხდება, როგორც წმინდა მამები რო იყვნენ, დაახლოებით რა. აი წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, რომ ფიქრებს აიკითხავთ, აზრებს აიკითხავთ ადამიანების. აი ხო ძნელია ახლა ამის აღქმა, ხო? და დაჯერება, მაგრამ აი ესეთ სიტუაცია იქნება. აი პირის გაღება აღარ დაგჭირდება, რო შეხედავ ადამიანს უკვე დაინახავ რა. აი როგორ გითხრათ. აი ეს ნიჭები, აი ესეთი ნიჭები შეეძინება იმ მაღალ ვიბრაციაში მყოფ ადამიანებს. იმიტომ რომ ისინი იქნებიან უკვე სულიერად გაძლიერებული და ღმერთთან დაკავშირებული. მათ უკვე აღარ ენდომება ძალიან ბევრი რამ. ისინი იქნებიან მარადიულ სიყვარულში და სიხარულში და ჰარმონიაში. გესმით? და როცა ხარ დაბალ ვიბრაციაში, ხო, მოხდება უბრალოდ გაყოფა ამ ადამიანების. მოხდება, აი როგორც იმ შაუმანის შკალას რო აჩვენებენ. თუ გინახიათ, ხო, რომ იყოფა, ნახეთ, უცებ მოდის ნათელი და აქეთ წითელია, იქით ყვითელია ზემოთ, ყვითელია ქვემოთ, წითელი, აი ესე მოხდება რა. ისინი დარჩებიან ქვემოთ და სულ ტანჯვაში. აი ეს არის ჯოჯოხეთი რეალურად. რეალურად შენი ცნობიერიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თავისუფალი ნება მიეცა ადამიანს, შენ გეძლევა იმის საშუალება უკვე ამ ცხოვრებაში აირჩიო სად გინდა, როგორ გინდა და ვისთან გინდა. იმიტომ რომ ესეთია ამ სამყაროს კანონი. უკვე შენ როგორც ადამიანს გაქვს თავისუფალი ნება ღმერთიდან, ღვთიდან მონიჭებული და შენ ირჩევ. აქ რო ხარ, ზემოთ გინდა თუ ქვემოთ გინდა, ეს შენი არჩევა ხდება შენი მოქმედებით, შენი ფიქრებით, შენი აზრებით, შენი ქცევით, შენი ყოველდღიური ცხოვრებით. და რა თქმა უნდა, შენ თუ სულიერებაში ხარ და ღმერთთან ხარ და საუბრობ, ლოცულობ, მშვიდობას ითხოვ, ეს ყველაფერი ესმით, იმიტომ რომ ჩვენ მარტოები არა ვართ. არა ვართ ჩვენ მარტოები რეალურად. და გვყავს ჩვენ ყველას ჩვენი მფარველი ანგელოზები, ჩვენი კურატორები, ჩვენი ის მფარველები, რომლებიც გვიყურებენ, გვაკვირდებიან და ხედავენ ჩვენ ცხოვრებას ყოველდღიურად. ეს დამტკიცებულია. არ არის ეს მარტო ისე ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები, ხო და ვიღაცის მოგონილი და მერე გახმაურებული, არა. ეს ხო ექსპერიმენტები ამაზე ჩატარებული. და ძალიან ათეისტები, ესეთი მეცნიერები რო იყვნენ, ხო, იმათ იწამეს ღმერთი და იმათ აღიარეს. და იმათ თქვეს, რომ კი, არსებობს ნამდვილად. ამიტომ ეხლავე უკვე უნდა მოეგოთ გონს, ვინც ათეისტია და უწმუნოა, იმაზე მაქვს საუბარი, ყველაზე არა რა თქმა უნდა. და უნდა იწამოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არსებობს, დიახ, და არის. ნახოთ ახლა ენერგიები, ცოტა დიდი გამომივიდა ლექციასავით, მაგრამ არ ვაპირებდი, უბრალოდ მომაწვა რაღაც მოგონებები, თან ბევრი ისეთი ადამიანი გავიდა, უდროოდ, ახალგაზრდები და ძალიან გული დამწყდა და
კიდევ ერთხელ ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და გადაიყვანოს იქ, სადაც შვიდად და კარგად იქნებიან. იმიტომ რომ იქაც არის ლეველები, იქაც არის საფეხურები, ანუ იგივე ჯოჯოხეთიც ეს არის ძალიან დამამძიმებელი სტრუქტურების ადგილები და არის ცოტა შემსუბუქებული, განსაწმენდელები და არის კიდე აი 64-იც ესე არის დაყოფილი ხა წმინდანებთან ვერ მოხვდები, ხო, ჩვეულებრივი ადამიანი, იმიტომ რომ შენ როცა ერის ადამიანი ხარ, ხა წმინდანთან ვერ მოხვდები, ხო, ის ადამიანი რომ განხრთობილი იყო, ბერი იყო, თქვათ სიტყვაზე ვიძახი და სულიერებაში დიდი როლი ქონდა ღმერთთან, სიახლოვე ქონდა და სულ მარხვავში იყო, სულ იმაში იყო, რა ქვია, ხა ის ადამიანი, ხო, ღმერთთან არის დაახლოებული, უკვე ისეთი სულის ადამიანები და ხა იმათთან ვერ ამიტომ ყველაფერში არის იერარქია, იქაც, აქაც. აქ ეხა აი მართალი ადამიანიო, ხო, ანუ ერის კაცზე ამბობენ მართალი ადამიანი, ანუ რას ნიშნავს? ის ადამიანი ცხოვრობდა როგორც ერის კაცი, ცოლი წყავდა შვილებით სიტყვაზე ვიძახი, მაგრამ წამდა ღმერთის, არ არღვევდა კანონს, ითვალისწინებდა, ხა ცოდვილები ყველა ვართ და ცოდვები ყველას გვაქვს, მაგრამ როგორც მართალი, ანუ ისეთ ადგილას მოხვდა, სადაც ანუ ახლოს არის ღმერთთან და კარგ ადგილას არის, ნათელშია, გესმის? თორე ხა წმინდანებს ეხლა ესე ვერ ნახავ, ხო? იმიტომ რომ ისინი დაგწვავს უბრალოდ იმ ხელა სიყვარულია ის, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ამას, ანუ ვერ აიტანს სული, უბრალოდ და მით უმეტეს ეხლა დაბალ ვიბრაციული წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც სიბოროტით, ბოღმით, განკითხვაში, სულ ესე იგი შენ შინაგანი კი არა, გარედან რას, ანუ გამოაფრქვევო, ხო, ანუ რა გადმოდისო შენი ბაგიდანო, იმას აქცევენ ყურადღებასო და ეხლა შენ თუ აფრქვევ ტოქსიკოს უკაცრავად, ხო? და შენ თუ აფრქვევ ნეგატივს, ანუ წარმოიდგინე ფაქის სივრცეში, სადაც ეხა ჩვეულებრივი თვალით ვერ დაინახავ, მაგრამ ვინც ხედავს ის ხო ხედავს, რო გადმოდის ეს რაღაც შავი საშინელება შხამივით, ხო? ეს ხო არიფანტება, იმიტომ რომ ყოველ სიტყვას ღმერთმაო ბგერით შექმნა ეს სამყარო, აი ვიბრაცია რა არის, ბგერა, აუმ როა ამბობენ, ხო, იგივე ეს პირველი სიტყვაო სამყაროში, ანუ ეს იყო ბგერა, ხო? სიტყვით შექმნა სამყარო, ანუ ბგერით. ხო და შენ სიტყვას ძალიან დიდი ძალა ენიჭება. და შენ ამ დროს უნდა ლოცულობდე, უნდა ლოცავდე. შენ უნდა მშვიდობას, ანუ ამბობდე, რომ აი პირველი სიტყვა, პირველი მისალმება მაცხოვრის რა იყო, აი მშვიდობას გისურვებთ, ანუ ესე ესალმებოდა მოციქულებს, უფალი, ხო? მშვიდობა. და შენ, ანუ ამ მშვიდობას უგულვებელყოფ, ანუ ქრისტეს, შენ ღმერთს, რომელიც შენთვის ეწამა და მთელი კაცობრიობის ცოდვები თავის თავზე აიღო და ის ქადაგებდა მშვიდობას, სიყვარულს და ასე ესალმებოდა თავის მოციქულებს. პირველი სიტყვა იყო მშვიდობა. თქვენდა, ესე ეუბნებოდა და შენ ამ სიტყვას, ანუ ამ მშვიდობა გინდა? ესე ცინიზმით მოიხსენიებ, აბა რა გინდა უკაცრავად, ომი გინდა? ომი, რევოლუცია, ქაოსი, არეულობა, პირველი რევოლუციონერი, იცი ვინ იყო, ჩემო კარგო? ვინც დაეცა? პირველი დაცემული ანგელოზი, მე იმის სახელს არ ვიტყვი. ხო, მთავარანგელოზი პირველი. რო დაეცა, ის იყო პირველი რევოლუციონერი. ქაოსი, რევოლუცია და ომი პირველი მან წამოიწყო. და შენ ომი გინდა, შენ რევოლუცია გინდა, სამართალი არ გინდა? მაშინ
იმათ ეკუთვნი, დიახ, ინფერნალურ არსებებთან გაქვს შენ უკვე დამკვიდრებული, შენი განზრახვით, შენ უკვე იმკვიდრებ თავს იმათთან, ქვემოთ, დაბალი ვიბრაციის წარმომადგენლებთან და შენ ახლა ზიზღით მელაპარაკები მშვიდობაზე და სიყვარულზე და ამართლებ იმას, რა ქვია. მორჩა, აი ეს არის გაყოფა, სხვა კი არაფერი. ამიტომ ყველა თვითონ ირჩევს იმ კატეგორიას, იმ ლეველს, იმ საფეხურს, სადაც უნდა და ნუღა დავაბრალებთ მე, რომ აი ესე და აი არ არის რა, არ არის ეს, არ არის. მე გეუბნებით ზოგადად, გლობალურად, მასშტაბურად. და გადარჩევა, კაი ხანია უკვე დაწყებულია და კიდე მიმდინარეობს. ასე რომ არ არის ჯერ გვიან. მე იმათზე ვიცახი, ვინც რაღაც პირადი მიზნებისთვის რაღაცები რომ უნდათ დაიმკვიდრონ, ხო? არც პოლიტიკა მაინტერესებს, არც რა ქვია, პაგონების და მედლების მოპოვება. ერთადერთი რაც მაინტერესებს, მშვიდობა მინდა. პირადად მე და ჰარმონიული ცხოვრება ჩემს ირგვლივ ყველასთან, იმიტომ რომ სულიერი ადამიანი ვარ. და ჩემ ქვეყანაშიც მშვიდობა მსურს და ყოველთვის ამას ვიტყვი და დავაფიქსირებ და მოვითხოვ და რა თქმა უნდა ვილოცებ, რომ მქონდეს მშვიდობა. ასე რომ ნახოთ ენერგიები ჩემო კარგებო და მშვიდობა მოგცეთ ყველას. წინვალე შვიდეულია, კიდევ ერთხელ ქრისტემ დაამარცხა სიკვდილი, ის აღდგა, ის ცოცხალია, ის ჩვენთან არის და ნახოთ რა ენერგიებია. გამიგრძელდა, ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ რას ვიზავთ, დაველოდოთ. და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც აქამდე მომყევით, მადლობა ვინც მისმენთ, მადლობა ვინც მიყურებთ, მადლობა ვინც პირადში მწერთ, მადლობა ვინც მკითხულობდით, რომ სად დავიკარგე. ისი არ დავკარგულ ვარ, რა თქმა უნდა მიზეზები მქონდა, მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის რაღაცას ვსწავლობ, ყოველთვის რაღაცას ვეძებ, ვარ მრავალფეროვანი ადამიანი, ასე ვთქვათ, და მიყვარს თვით განათლება, თვით შესწავლა და რა თქმა უნდა კითხვა, კითხვა. და ძალიან ბევრი რამის გაგება. ისევ და ისევ მარტო ჩემთვის არა, როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვის, ჰარმონიისთვის, მშვიდობისთვის, სიყვარულისთვის და ადამიანებისთვის, რომ კარგი ცხოვრება იყოს. პირველ რიგში და სულიერებისთვის. ენერგიები ნახეთ როგორია. ესე იგი, მოდის აი ესეთი პერიოდი, კიდევ ერთხელ ვიძახი, აგერ კარტმაც დამიდასტურა. ძალიან დიდი სიტუაციები მოდის, გარდაქმნა, ცვლილებები იქნება, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ვინ საქმიანობთ, ვინ რას აკეთებთ, შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც საქმეები გამოგიჩნდეთ, რაღაცა ძალიან გადაიტვირთოთ ამ პერიოდში. ყოველ შემთხვევაში რაღაც, წინაღობები, რაღაც დაბრკოლებები, რაღაც სიტუაციები შეგვდებათ, მაგრამ არ ინერვიულოთ, იმიტომ რომ ძალიან მალე იქნება გახსნა აი ამ სიტუაციების, გაიხსნება რაღაც, იმიტომ რომ აღდგენა მოდის, როგორც ვთქვი, ეს არის განკითხვის კარტი იგივე, რაც იმას ნიშნავს, რომ გადანაწილება ხდება, სამართლიანობის კარტი ამოდის, იმიტომ რომ დედამიწაზე ჩვენ სამყაროში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანობა. ეს არის ღვთიური სამართალი. და ზოგადად რაც ვთქვი, კიდევ ერთხელ ვიძახი, როგორც მე ვაღიარებ, რომ ცოდვილი ვარ და დაცემული ბუნების ადამიანი ვარ, მაგრამ ვცდილობ, რომ გავიწმინდო, გამოვსწორდე, გავსულიერდე და ავიმაღლო ჩემი ვიბრაციები, იგივე ჩემი სიკეთის კეთებით, მოწყალების გაცემით, ადამიანების დახმარებით, ხო? მაგრამ გულით ვაკეთებ ამას მართლა. ასევე თქვენც უნდა ცდილობდეთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, მოდის ისეთი პერიოდი, რომ ძალიან ძნელი იქნება არასულიერი ადამიანის
ამ აი ესეთ ვითარებაში ცხოვრება. ვისაც არ ექნება რწმენა, ვისაც არ ექნება სულიერი სიძლიერე, ვინც არ იქნება გაძლიერებული რწმენაში, მას გაუჭირდება, იმიტომ რომ მატერიალური ადამიანის ყოფა და ის პერიოდი, როცა იყო კაპიტალისტური წყობა, მთავრდება და მოდის აბსოლუტურად სხვა ეპოქა. და ჩვენ ახლა შევაბიჯებთ აქ, ამ ეპოქაში შევდივართ. კიდევ ძალიან ბევრი რამე არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენ, უმრავლესობა ადამიანების როგორ მოვიქცევით. ამას იმიტომ რომ გვიყურებენ ჩვენი კურატორები, მფარველი ანგელოზები და არის ხო, იქაც ლეველები, მაგალითად მთავარ ანგელოზ მიქაელს ყავს წარმოგზავნილი რამოდენიმე ანგელოზი, რომელიც თქვათ უყურებს იმას. ანუ გესმით, თვითონ ეხლა ძალიან მხედარ მთავარ ანგელოზია, დაკავებულია. ძალიან დიდი ბრძოლაა ზეცაშიც, ხო? და არც ალია ეხლა ყველა ადამიანთან მივიდეს. ამიტომ უგზავნის თავისი სახით, მორიგე, ასე ვთქვათ, მფარველ ანგელოზებს. ამიტომ შენ რო ლოცულობ და ითხოვ, ის არ იკარგება, რა თქმა უნდა, მიდის ყოველი სიტყვა მიდის, აბა სულელები ვართ, რომ დგავართ და ვლოცულობთ, ხო? ამდენი ადამიანი და ყველა რელიგია. მარა ნახე, მთავარ ანგელოზი მიქაელი მაგალითად, ხო, რომელიც მფარველობს ადამიანებს და იცავს და არის ძალიან სამართლიანი და პირდაპირი, მასთან არ შეიძლება ესე მისვლა, რომ აიცი რა, რაღაცა, ესეთი იმით, როგორ გითხრათ, პირდაპირი, სიმართლე გამაგებინე, ესე მიდიხარ და ესე ელაპარაკები. რომ მინდა ვიცოდე სიმართლე, იმიტომ რომ მაგ უფლება ვიცოდე სიმართლე, იმიტომ რომ შენ ხარ მართალი, შენ დაგაყენა უფალმა, როგორც მსგავსი ღვთისა, შენ ერთს გეძლება უფლება, რომ ჩახვიდე ჯოჯოხეთში და იქიდან მონანული სულები ამოიყვანო. ეს ხდება 19 სექტემბერს, მთავარ ანგელოზ მიქაელის დღეს, წელიწადში ერთხელ და მას აქვს უფლება, რომ შენ, რა თქმა უნდა, დაგეხმარება, მარა თვითონ რახან დაკავებულია და მით უმეტეს ეხლა ესეთ პერიოდში, აგზავნის შენთან თავის იმ მორიგ, ასე ვთქვათ, მფარველებს, რომლებიც არიან შენთან, ისინი შენ გიცავენ მთავარ ანგელოზი მიქაელის, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ნებით, ხო? მათ აქვთ ეს დავალება მიცემული და რა თქმა უნდა შენ გააჟღერე ეს. პირველი ნაბიჯი შენ გეკუთვნის. რატომ? შენ ეუბნები. მე ჭირდება მფარველობა. მე მინდა დაცვა. შენგან პირადად და დამეხმარე. შენ ითხოვ. აქაც ითვალისწინებენ ჩვენი მფარველები, ჩვენი ანგელოზები, ჩვენი წმინდანები, ჩვენ თავისუფალ ნებას პირველი სიტყვა გეკუთვნის შენ, ის პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა შენ. და ეხლა იცი რა არის, რომ ამბობენ, ხომ იცის რაც მჭირდება და არა, გასაგებია იცის, მაგრამ შენ უნდა ითხოვო. კი ბატონო, ყველაფერი იცის ღმერთმა და ყველაფერს ხედავს, მაგრამ შენ მაინც უნდა ითხოვო, მით უმეტეს როცა ხედავ რომ მართალი ხარ, ხო? ამ სიტუაციაში, იმ სიტუაციაში არ აქვს მნიშვნელობა. შენ უნდა სთხოვო გულით და თუნდაც შენი სიტყვებით. ეხლა ამ დროს, ამ პერიოდში შეისმინება, იმიტომ რომ ბოლო ჟამის პერიოდში ვართ. გაიგეთ. და აქაც ინტუიცია, ამოდის ის სიტუაცია რაღაც, ახლა მასშტაბურად ვშლი, იმიტომ რომ ეს არის ზოგადი გაშლა და პირადში ჩანს ყველაფერი. როცა ვეუბნები სახელს, ასაკს და ასე შემდეგ, კონკრეტულ კითხვას პასუხობს, მაგრამ ეხლა ზოგადად ენერგიებს ვნახულობ და გეუბნებით, რომ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, ეს იქნება უზენაესი, უმაღლესი ნათელი ძალების დახმარებით, ისინი უკვე ჩვენთან არიან და რა თქმა უნდა, ომი არის ზემოთაც და ომი, რაც ზემოთ არის, ის ქვემოთ არის, მეტაფიზიკური კანონი, არ დაგვავიწყდეს ესეა და ომი მიმდინარეობს რეალურად, ფაქის სივრცეში, მაგრამ
ნუ გეშინიათ, გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, კეთილი ძალა და ის სიტუაციები, რაც იყო გაურკვეველი, რაც იყო აი თქვენთვის, ხო? ისეთი, რომ აი ვერ იგებდით ბევრ ამეს, ვერ ხვდებოდით, რატო ხდება ეს, რატო ხდება თუნდაც პირადში, თუნდაც ოჯახში, თუნდაც ურთიერთობაში, თუნდაც თქვენს კარიერულ წინსვლასთან, ბიზნესთან, ნუ ფინანსებთან დაკავშირებით გაირკვევა. ძალიან მალე გაირკვევა, იმიტომ რომ სამართალი უნდა აღდგეს. აქ მაჩვენებენ სამ პერიოდს, შეიძლება 3 დღეში, 3 კვირაში და ნუ მაჩვენებენ აი იმ დროს, როცა უკვე აი ხილი რომ მოდის, პირველი ხილი როდის მოდის, ალბათ ივნისის თვე, ივლისი, ანუ ზაფხულის პერიოდს. ზაფხულის, აი ხეებზე რო უკვე ხილი რო ასხია, ზაფხული, ხო? 3 თვე რა. მაქსიმუმ. და ყველაფერს გაარკვევთ. მაქსიმუმ 3 თვეში. და ვნახოთ, აბა მაინც რას გადავამოწმოთ, ძალიან გამიგრძელდა მე მგონი. ვიდეო, მაგრამ ვნახოთ, აბა რას გაარკვევთ. ნუ საჭირო იყო ალბათ მაქოლმე ეგეთი შთაგონების მომენტები. რას გაარკვევთ, რას გაარკვევთ, რას გაარკვევთ, რას გაარკვევთ. გაარკვევთ მიზეზს, რა იყო მიზეზი თქვენი მიჯაჭვულობის მაგია, ვაიმე შუქი ჩაქრა. საოცრება. აინთო. უნდა დავაზარუნ აუცილებლად. გაარკვევთ სიტუაციას. რა იყო მაგიის მიზეზი, მიჯაჭვულობა, მოხდება ძალიან დიდი ტრანსფორმაცია თქვენში. გარდაიქმნებით ამ 3 თვის განმავლობაში ის დაბრკოლებები, რაც გიშლიდათ ხელს, წინაღობები, რაც იყო, ანუ ძალიან მალე თქვენი ძალისხმევით, ნახეთ, თქვენ ჩართავთ თქვენ ინტუიციას და აი ძალიან დიდი ძალა გიდგათ გვერდში. ძალა თქვენი ინტუიციის სახით, თქვენი შინაგანი მესახით, რომელიც და თქვენი მფარველი, რა თქმა უნდა, რომელიც კარნახობთ. ეს არის თქვენი შინაგანი ხმა და აი გადალახავთ აი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრს ახლა მაგიის კარტი ამოდის და ნუ არ მინდა ახლა უარყოფითი საუბარი, ისეთი სიტუაციები იყო, რომ უარყოფით რაღაც ამბებს, მოკლედ დავესწარი და ამიტომ არ მინდა, იმიტომ რომ მაინც ბრწყინვალე შვიდეულია, დღესასწაულია და სიკვდილზე გამარჯვების კვირა. ტირილიც არ შეიძლებოდა, მაგრამ ნუ არ გამოდიოდა ვიტირე კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ადამიანები იყვნენ, რომ გული დამწყვიტეს. უდროოდ წასულმა ახალგაზრდებმა, რა თქმა უნდა. მერთმა კიდევ ერთხელ აცხოვნოს მათი სული და დაამკვიდროს სამკვიდრებელი, იქ სადაც მართალნი განისვენებენ და აი იმ მაგიურ სიტუაციებსაც, ხო, რაც იყო გაკეთებული, თუ ჩასხმული, თუ წყევლა იყო, თუ თვალი იყო, აი ისიც მოგეხსნებათ. მე არ ვიცი როგორ და რანაირად, ეს არის კიდევ ერთხელ ვიძახი საჯარო გაშლა. უნდა მქონდეს თქვენთან ჩართულობა, უნდა ვიცოდეს სახელი და ასაკი, რომ კითხო, კონკრეტული კითხვა და მე უკვე ყველაფერი ირკვევა, მაგრამ უმრავლესობას ეხსნება. იმიტომ რომ ის აი შავი, ბოროტი, ინფერალური მიჯაჭვულობა დავარქვათ, ის ასე ვთქვათ, დაბალი ვიბრაცია დავარქვათ, რაც გინდათ ის ძალები ცოტა ძნელად და რთულად, მაგრამ მიდიან და იწმინდება სამყარო და იწყება ახალი დასაწყისი და სუფთავდება გარემო სამყარო და მოდის სინათლე, ღვთიური იერარქია ეშვება დედამიწაზე. ჩვენი ნათელი, კეთილი მფარველები. ამის გჯეროდეთ, გწამდეთ, იმიტომ რომ ეს ასეა და ასეც იქნება. ეხლა კი გემშვიდობებით ისევ დროებით და ასე აღარ დავიკარგები. მადლობა კიდევ ერთხელ, ვინც მისმინეთ ბოლომდე, მიყურეთ და თუ მოგეწონათ დამიკომენტარეთ, დამილაიქეთ და
გავაგრძელოთ თუ რა თქმა უნდა გენდომებათ, იმიტომ რომ წერდით უკვე პირადშიც რომ სად ხარ, სად დაიკარგი და გამოჩდიო, აგერ ბატონო გამოჩდით. სტიმულს მაძლევს თქვენი ყოველი კომენტარი. და მეც ესე იგი ვრწმუნდები რომ მსმენელი მყავს და მარტო არა ვარ და თუნდაც 1-2 ადამიანი თუ მისმენს და მიყურებს, ჩემთვის ეს რა თქმა უნდა ბედნიერებაა, იმიტომ რომ შემთხვევითობა ამ სამყაროში არ არსებობს და რახან ხართ აქ მოსულები და მისმენთ, ესე იგი ასე იყო საჭირო და ეს ინფორმაცია უნდა გაგეგოთ, ასე რომ რაც რეკომენდაციები მოგეცით და რაც გულით ჩემი ცოდნიდან, ჩემი პრაქტიკებიდან, ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, ხო? გირჩიეთ, გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ ნამდვილად მინდა რომ ყველა გადარჩეს და ყველამ დაიმკვიდროს მშვიდობა და ჰარმონია. აქ ამ სამყაროში, სადაც ვართ. აბა თქვენ იცით. წარმატებები.